ახლა მინდა ის ემოციები და შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ დღევანდელი იერუსალიმზე, რომელიც გაჩნდა. და ეს არის როგორ გითხრათ, ძალიან სევდით კი არა, იცით როგორი, აი რაღაცა თითქოს უიმედობაც კი გიჩნდება, როდესაც ამ ყველაფერს ნახულობ. ტრაბახად არ ჩამოგვართვათ, მაგრამ მე და გიორგი ვართ ის ქართველები, რომლებსაც მართლა შეგვიძლია სხვანაირი, განსაკუთრებული იერუსალიმი ვაჩვენოთ ნახველს და ვიყოთ საუკეთესო გიდები. ორი სიტყვით ჯერ მოდი გიდებზეც, თქვათ, ან ცოდნეებზე. ერთი შეხედვით ეს ქალაქი საქვეყნო ცნობილია, ხო? ბოლო კი იმას ცოტა სხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ დედამიწის ჭიპიც კი აღდგომის ტაძარშია. მაგრამ როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, როდესაც აქ დუღდა მომლოცველთა და ტურისტთა ნაკადები, შესაბამისად გიდებიც იმ დროსაც კი, უბრალოდ იმ დროსაც კი, აი სულ რამოდენიმე ადამიანია, ალბათ ესეა ყოველთვის, ყველა დროში, ყველა ეპოქაში და ყველა ქალაქში, რომელსაც განსაკუთრებული ცოდნა აქვს ამ ქალაქზე. ისინი ჩვენი საუკეთესო მეგობრები არიან და ვიცით თქვათ, რომელს რა ეპოქაზე შეგვიძლია ვესაუბროთ. ანუ ამ ქალაქის ცოდნე, ამის თქმა მინდოდა, ამ ქალაქშივე ძალიან ცოტაა და არის ის ბედნიერება, რომ აი ამ ორმა ქართველმა ძალიან კარგად ვიცით ეს ქალაქი. ეხლა რატო გაუსვიცით ამას ხაზი? აქედან გამომდინარე, როდესაც დღეს მე დღევანდელი იერუსალიმს ვუყურებ, აი ერთი წამით შევჩერდეთ და გავხედოთ აი ქუჩას. ხედავთ, ის ერთი ბიჭი მიდის და ვიღაცა კაციც გამოვიდა. ეს ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი. ეხლა მოვბრუნდეთ აქეთ და გავხედოთ იმ მხარეს. არავინ არ არის. ეხლა თქვენ რომ აიღოთ ის კადრები, როდესაც ჩვენ 2015 წელს ვიღებდით ვნების გზას და ეს ვნების გზა ვია დოლოროსა და ვიღებდით ვნების გზის ვიდეოს და მოვდიოდით საკურველ მოქმედ ხატთან, დედოფალი სიხარულის მომნიჭებელთან ერთად, გადაღებაც გვიჭირდა და გზის გაკვლევაც. და ის კადრები არასოდეს არ აღმინიშნავს, მაგრამ დილას უთენია ავდექით, სადღაც 7 საათი იყო დილის, მე მგონი, როდესაც აი ამ ვიდეოს ჩაწერა დავიწყეთ ღვთისმშობელი ვნების გზაზე. რომ რაღაცნაირად იმ ხალხის ნაკადში ამ კადრების გადაღების საშუალება გქონოდა და აი ამ დილის 7 საათიდან მოყოლებული აი რაღაცა დილის საათებში ძლივს გადავიღეთ ის ვიდეო. დღეს იერუსალიმი არის ცარიელი. დღეს ეს ქალაქი ცარიელია და გიჩნდება განცდა, რომ ქრისტიანობა ქრისტიანებმა მიატოვეს. მუსლიმებს, რა ვიცი, აქ გარკვეული სირთულეები ამ ქვეყანაში მუდამ ეს ტრაგედია უკვე ისტორიული რეალობაა, რომელიც საუკუნეებია გრძელდება და ძნელია ამ ისტორიაში რამე შეცვალო. დღემდე სულ არის დავა, ეს არის ისრაელი თუ ეს არის პალესტინა, ხომ? ეს დაპირისპირება, ეს მიწა პალესტინაა თუ ისრაელი, ძალიან დიდხანს გრძელდება და ძალიან ძნელია ამისი თქმაც კი, იმიტომ რომ თავად ძველი აღთქმის მიხედვითაც კი ორივე აბრაამისეული რელიგია, ხო? ორი ძმის შვილები იყვნენ. თუმცა შემდეგ ყველაფერი შეხანარეთ განვითარდა და ისტორიამ თავისი დაღი დაასვა ყველაფერს. ეხლა ამ ლაპარაკში მოვედით ერთ საინტერესო ადგილას, სადაც მრავალი ბიბლიური ეპიზოდი მოხდა. ეს ტერიტორია იყო ნაწილი პრეტორიუმისა. საერთოდ რა იყო პრეტორიუმი, მოდი ასე ვთქვათ. პრეტორიუმი ეს იყო ერთი ვრცელი ტერიტორია, რომელიც შედგებოდა პილატეს სასახლისგან, სადაც იდგა რომაული ჯარი, იყო მოედანი ჯარის მოწყობის და ესეთი სხვადასხვა ნაგებობები, საცხენე, ვთქვათ, რაღაც დილეგი, მოკლედ აი სადაც ეს ყველაფერი იყო თავმოყრილი, ერთიანად პრეტორიუმი ეწოდებოდა და აი ამ ეზოში
ეხლა მე მგონი შესვენებისთვის იკეტებიან, მაგრამ აქ არის ერთ მხარეს ადგილი, სადაც გაროზგეს მაცხოვარი. ეხლა შეგვიძლია უცებ შევიხედოთ, მოდით უცებ. ანუ იქ არის სვეტი შიგნით, სადაც მაცხოვარი გაროზგეს, ეს იყო ერთი დიდი ეზო, ხოლო აქეთ ეხლა საიდანაც გამოდიან მომლოცველები, არის ადგილი, სადაც ჯვარი აკიდეს ქრისტეს და უკვე ჯვარ აკიდებული მაცხოვარი უკვე აქედან აი ამ გზას აგრძელებს და იწყება ვნების გზა. აი ამ ტერიტორიაზე ზემოთ აი მოდით გავჩერდეთ, ეს ყველაფერი ამ ჩვენ ფილმებში მოთხრობილი გვაქვს, მაგრამ მაინც ეხლა დღეს ესე ცოტა ინტერაქტიული ფორმით რო გავყვეთ, აი ეს პირველი გაჩერება აწერია, ანუ იგულისხმება რომ აქ იყო პილატეს სასახლე, აი ამ ტერიტორიაზე ზევით, საიდანაც უკვე დაიწყო ვნების გზა. ხო და დღევანდელ იერუსალიმზე რომ ვისაუბროთ, ცარიელი მაღაზიები დაკეტილი, თითქოს არა, ეს ხიბლი, შარმი, მაგია რაც ქონდა ამ ქალაქს, აი ეს გადაბრწყვილებული მაღაზიების, რომელიც რა ვქნა, მე ძალიან მიყვარდა, ეხლა სიმართლე რო გითხრათ, ბევრ ამას ვყიდულობდით, ნამდვილად ვერ ვყიდულობდი და ვერც იყიდდი, იმიტომ რომ ყველაფერს ხო ვერ იყიდი ამ ქალაქში, მაგრამ რაღაცნაირად ხიბლავს რო ხედავ. ეხლა ხედავთ, ეს კარებები სულ დაკეტილია და როდესაც ჩვენ უფრო და უფრო იქითკენ წავალთ, სადაც ვია დოლოროსას ნაწილია, სადაც ქრისტიანული კვარტალია, სადაც ყველაზე მეტი იყო ეს მაღაზიები, არის დაკეტილი. ეხლა ჩვენ კიდე მოვედით ერთ ადგილზე, რომელსაც ესეთი სახელი აქვს, სიონის დების მონასტერი, ასე ვთქვათ, ხო, ლათინური მონასტერია. სადაც ერთი წუთი გიორგი, რომლის ქვეშაც არის აი ეს ნაწილი, რომელიც ჩვენ ფილმებში ნანახი გვაქვს, სადაც ქვა დახაზული და რომაელები რო კოჩს თამაშობდნენ, ასე ვთქვათ. ეხლა მოდით მაინც ალკე უნდა მოგიყვეთ იმ ძეგლის შესახებ, მაგრამ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ვინც იერუსალიმში ყოფილხართ, მიხვდებით რა საუარეთ გვერდი, ვინც არ ყოფილხართ, მიხვდებით რა იმალება კედლებს უკან. აბა ერთი მოდით ჩემთან. მოკლედ, ეს არის ვია დოლოროსა, ესე დავდგები რომ კარგად გამოვჩნდე მეც და თქვენს დაინახოთ. ეს არის ვია დოლოროსა და ეხლა იქიდან ჯგუფი მოდის და ნახავთ რომ ამ ქუჩას ჩაივლიან, შენობებს გახედავენ, სურათებს გადაიღებენ და გააგრძელებენ ვნების გზას აღდგომის ტაძრისკენ. მოკლედ, რის თქმა მინდოდა ახლა, ნახეთ მოდიან მომლოცველები. მოყავს გიდს, ათვალიერებინებს ვნების გზას. ისინი ამ გზას ესე ჩაივლიან და გაყვებიან იქეთ. ეხლა გამომყევით მე. ვინც იყავით, ვინც აქ ნამყოფი ხართ, მიხვდებით რა ვერ ნახეთ და რატო უნდა იარო ჩვენთან ერთად და ვინც არ ყოფილხართ, მე თქვენ ეხლა ძალიან მაგარ ნიშნებას მოგცემთ, რისი ნახვა შეიძლება ამ ქუჩას. წავედით. მოკლედ, ეხლა უცბად ავირბინოთ ამ კიბეზე. აი ჩვეულებრივად ადის კიბე, ხო? აქედან რომ გამოხედავ, ნუ რაღაცა უბანში ადის კიბე და არც გააგრძელებ ამ გზას, მაგრამ ისეთ მაგარ ადგილას მივალთ ეხლა. აი ეს არის ამ ქალაქის შარმი, ეს არის ამ ქალაქის მაგია, ეს არის რომ აქ ყველაფერი საიდუმლოდ არის დამალული და ყველამ თავისი იერუსალიმი უნდა აღმოაჩინოს. და ეხლა ჩვენც აღმოვაჩენთ კიდევ ერთ იერუსალიმს. აქეთ კიდე ერთი ქუჩა გადის. აქეთ მეორე. ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლია ეზო, რომელიც თქვენ ეხლა მოგატყუებთ, მაგრამ მოდით ვთხოვოთ, რომ გაგვატარონ და ჩვენც გავიაროთ. გიო, მოდი ჩქარ-ჩქარა წავიდეთ. აი ხა მივყვებით ამ გვირაბს. მოვედით ეზოში. აი თქვათ მოდიოდით აქ. მაინც შემოუხვიეთ. რომ გაიხედეთ, ხო მიხვდით, რომ გზა აღარ არის. Hello. აი ნახეთ. მოდი. აი ხომ მოხვედით აქამდე. და დამთავრდა გზა. ყველა მოვედით, მაგრამ მარა თქვენ იერუსალიმი გატყუებთ, წავედით.
გზა უნდა გავაგრძელოთ. აი, არაფერიც არ დამთავრებულა. ჩვენ ამ გზას ვაგრძელებთ. მოვდივართ. შემოვედით კიდევ ერთ ეზოში. აქაც მივესალმოთ. სხვათა შორის რა მინდა ეცით გითხრათ, აქ ესენი ვინ ცხოვრობენ, აი ბავშვები ყავთ, ოჯახები ყავთ, ხო? კეთილგანწყობილი ხალხია. არასოდეს არ გაგზნობინებენ, რომ ამით შეწუხდნენ. პირიქით გაგიღიმებენ, მოგესალმებიან, როგორც შენ სათანადოდ უნდა მოექცე. აი კიდე გატყუებთ იერუსალიმი, ასეთი მატყუარა ქალაქია. დამთავრდა, ვიღაცის სახლია, ყვავილები, ზის ადამიანი, რა გინდა გაბრუნდი, მაგრამ არ უნდა გაბრუნდე. წავიდეთ ახლა. პირველი ნიშანი უკვე გამოჩნდა, ჯვრები. ეხლა კიდე გატყუებთ. საკუჭნაოა. დასრულდა ისევ გზა, მაგრამ იმედი ახლა ეს კარიერა იქნება. ბოდიშის მოხდით შევიდეთ ზღვის სახლში. კარი დაუკეტოთ. და ფისოები არ გაივიცნენ. ეხლა ჩვენ სახლში შემოვედით, მაგრამ სინამდვილეში ეს სახლი არის მონასტერი. და ეს სადაც ახლა ხალხი ცხოვრობს, რეალურად მონასტრის საკნები იყო. კელიებს რო ეძახიან. ჩვეულებრივად ცხოვრობენ, ნახეთ. აი როგორც ჩვენებურად რო ვთქვათ, პლეხანოზე რო ვიღაცის ეზოში, იტალიურ ეზოში შეყვა აივანზე, ზუსტად ისეთი შუშაბანდი გვაქვს გასავლელი. უნდა გავიაროთ. აქ პეტრე მოციქულის საპყრობილია, სადაც პეტრე მოციქული იყო დატყვევებული და საიდანაც ანგელოზმა გამოუშვა და შემდეგ აქედან მიდის მოციქულებთან შესახვედრად. ასასრულის თავზე ფანჯარაში დღეს ვიღაცას ძინავს. და ეხლა მზეგონათებს, ამიტომ გადაღება შეუძლებელია, ეს კიბე ჩქარ-ჩქარ ავიაროთ. ასეც ვიცოთ, კარი დაკეტილი დაგხვდა, შესაბამისად ტერიტორიაზე ვერ შევალთ, რადგან ტაძარში რესტავრაციო სამუშაოები მიდის, საკურთხევლის კანკელი იცვლება მთლიანად, ტარდება რემონტი. აქ ორი განსაკუთრებული ამბავი გვაქვს მოსაყოლი. ერთი ის, რომ ამ ტაძარში ინახება სიწმინდედ ქცეული ნივთი. ეს გახლავთ დედოფალ ელენეს ქვაბი, ასე ეძახია ხოლმე ამ ქვაბს და ამ ქვაბს ერთი ძალიან დიდი სასწაული უკავშირდება. აქ ინახება ქვაბი, რომელშიც იხარშებოდა ოსპის წვნიანი აღდგომის ტაძრის წინ. ასე ამზადებდნენ სადილს მუშებისთვის. და არსებობს გარდამოცემა იმის შესახებ, როდესაც პირველად ეს ქვაბი შემოდგესო და ზედ პირველი წვნიანი ეს ოსპი ათუხთუხეს, ლამის 24 საათი აშენებდნენ ტაძარზე მუშებიო და არასოდეს არ თავდებოდა საჭმელიო. ქვაბი მუდმივად დუღდა და მუდმივად ცხელოს ფსირებდნენ მუშებისთვის. ამ ტერიტორიას კიდევ ერთი საიდუმლო ამბავი უკავშირდება, რომელსაც სახარებაში ვკითხულობთ. აქ ნიკოდიმოსი ფარულად ხვდებოდა ქრისტეს. და ის ეპიზოდები, რომელიც სახარებაშია აღწერილი, როდესაც იგი ფარული მოსწავლე ხდება მაცხოვრისა, სწორედ აი ამ ტაძრის ქვეშ სახლში ხდებოდა ეს ამბავი. როგორც უკვე გითხარით, ამ ტაძრის ქვეშ არის ის საპყრობილე, რომელსაც მცირე პერეტონეუმს ეძახიან, უწოდებენ, სადაც პეტრე მოციქული იყო დამწყდეული, რომელიც ანგელოზმა გააპარა აქედან, მაგრამ ჩვენ ისევ მთავართან მოვედით. ეს ქართული მემკვიდრეობა. პეტრე მოციქული საპყრობილეცა და ნიკოდიმოსის ეს ეკლესიაც თავის დროზე ქართველებს ეკუთვნის და იმ წყაროებში, სადაც ჩვენ ვაკვლევთ ცნობებს ქართულთა ისტორიის შესახებ წმინდა მიწაზე, სწორედ პეტრეს საპყრობილე და ნიკოდიმოსის ტაძარიც არის მოხსენიებული. აი წერა რაც გითხარით, ზუსტად იმას ვაგრძელებთ. იქიდან მოვყვებით ჩვენ, იქიდან ლომების კარიდან მოვყვებით აქეთ გზას. ჩვენ გამოვიარეთ ღვთისმშობლის შობლის ადგილი, წმინდა ანას მონასტერი, გამოვიარეთ, ეხლა მოვედით პირდაპირ, ნახეთ კიდეც, მოვედით პეტრეს საპყრობილესთან,
მოვედით ნიკოდიმოსის სახლის ადგილას, ეს ყველაფერი იყო ქართული და ეხლა ჩვენ მას პინძლებს მადლობა გადაუხადოთ, რომ თავიანთ სახლების ტერიტორიაზე გამოგვატარეს ამ რთული გზით. მატყუარა იერუსალიმის გზებს გავყვეთ და კიდევ ერთ ქართულ კვალს მივადგეთ.